საუკეთესო დანა ტრადიციულ სტილში. ბაქრაძე ირაკლი. დანამ გაიმარჯვა კატეგორიაში დანა ტრადიციულ სტილში. ძალიან დატვირთული ვარ ემოციით, 20 წელია მართლა ამ საქმეს ვაკეთებ, ამ საქმეში ვარ. და ფაქტიურად პირველად გამოვედი ანდერგრაუნდიდან ძალიან ღრმად, მარტო მე და ჩემმა მეგობრებმა რო ვიცოდით. და რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ ეს ისეთი რამე არის, რომ არ შეიძლება რა მარტო მე ვაკეთო და ეს ტრადიცია რაღაცნაირად სხვებსაც არ გაუზიარო. მოყვა მაგას თავის შედეგი, ძალიან დიდი მადლობა ჟურის, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან გამამხნევა, მომიწონა. უღრმესი მადლობა სულ ყველას და რა ვიცი, ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ეს არის ჩვენი ტრადიციული ხალხური რეწვის წარმატება და ბევრმა ვაკეთოთ ეს დანები, ბევრი შევქნათ და შევძლოთ, რომ ყველა მომხმარებელი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეგეთი დანა ქონდეს, გავახაროთ ის ადამიანები. ესე მოხდა, რომ დანა, რომელიც გაგიზიარეთ წინა თვეში, დანამ გაიმარჯვა თბილისი Knife Show 25-ში კატეგორიაში საუკეთესო დანა ტრადიციულ სტილში. წინა ვიდეოში თქვი, რომ უკვე ყავს თავისი პატრონი და დამიგვიანდა კიდევ სთხოვე, რომ ერთი კვირა კიდე ეცდია, რომ გამოფინანსე გამეტანა და ჩემთვის პირადად ამ კატეგორიაში არ დავარქვე მაგას გამარჯვებას, დავარქვე მას ყურადღებას დავარქვე ჟურის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამითი რაღაცა ამ დანის ქართული ტრადიციული დანის პოპულარიზაცია ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ეს განუყოფელი ყოფის ნაწილი გახდება ისევ. ძალიან დიდი მადლობა ჟურის, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეებს, ძალიან ბევრი გამამხნევებელი სიტყვა მოვისმინე ოსტატებისგან და ამსწრეებისგან. ასევე მინდა აღვნიშნო, რა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული თვითონ გამოფენა. შეუძლებელია მაგის არ დანახვა. მეც მქონია გამოცდილება სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ივენთების, ღონისძიებების ორგანიზებაში და ეს არის მართლა თავდაუზოგავი შრომა არის, რომელიც არც დღე არც ღამე არ მთავრდება და დიდი მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს, დიდი მადლობა ოსტატებს და წარმატებას უსურვებს უყველას. მე არ მგონია, რომ ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით, მე მგონია, რომ ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ და შთაგონებას ვაძლევთ. ამიტომ წარმატებას უსურვებ ჩემ ყველა კოლეგას, დანის კოლექციონერს, მოყვარულს, გულშემატკივარს. ჩვენ კიდე დავბრუნდეთ სამჭელოში და ნელ-ნელა საქმეს მივხედოთ. დანებს რო ჭედავ ხოლმე, 60 პირს ვაკეთებ ხოლმე, ჯერ პირველ რიგში ვჭედავ და მივყავს წორთობაზე და მე 60 პირს ერთად ვაწორთობ ხოლმე. ეგ არის რაოდენობა, რომელიც რომელში ეტევა, კომფორტული რაოდენობა და ამიტომ ესე მაქვს აწყობილი ტექნიკური პროცესი. ეხლა მინდოდა, რომ ეს 100 პირის ჭედვა დამეწყო. მაგრამ სამწუხაროდ რომელს ცოტა ხელშეუნება ჭირდება და ამიტომ ცოტა ხანი მოგვიწევს პაუზის გაკეთება. ჩემ აწყობილ გაზის ღუმელზე ვმუშაობ. რატომ მაინდა-მაინც გაზის ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. შიგნით თუ გამოჩნდება. შიგნით იმ ადგილას, საიდანაც გაზს აწვდის და საიდანაც ცეცხლი გამოდის, მაგ ადგილს დრო და დრო შეკეთება ჭირდება. იწვება ეგ ადგილი, დრება და ეს ზუსტად ეგ მომენტი დაგვიდგა და ჯერ ღუმელი უნდა გასწორდეს და უკვე მაგის შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. ესე გამოიყურება რამდენიმე თვიანი მოხმარების შემდეგ ის ადგილი, საიდანაც გაზი ამოდის. როგორც ხედავთ, დამდნარი არის და რაც დამდნარი არ არის, უკვე იფრხნება, შეიძლება და კიდე ცოტა ხანი ამაზე მუშაობა, მაგრამ ეს ნაღვენთები პირზე ჩამოდის და სირთულეებს ქმნის. სპეციალური ცემენტი არსებობს, კალციუმ ალუმინეით, ესე ქვია ინგლისურად. აწერია, რომ უძლებს 1200 გრადუსს. და ესე ჩამოდნა ცემენტი, რომელიც 1200 გრადუსს უძლებს თითქოს. მე მგონია, რომ მანდ მეტი ტემპერატურა ყოფილიყო, თუმცა არ არის გამორიცხული ეგეც. ესე გამოიყურება აპალუბკა ეგრეთ წოდებული, რაშიც უნდა ჩაესხას ცემენტი. ჩვეულებრივი საზრკვები გამოიყენება ცემენტის გაშრობის შემდეგ ადვილად ამოდის ფორმიდან. ესე გამოიყურება ჩვენი კონსტრუქცია და შევუდგეთ ახლა ამ აპალუბკის მოხსნას, unboxing-ს და ნახოთ რა გამოვა.
ასეთი ტიპის ქურა ძალიან თანაბარ ცეცხლს იძლევა და ძალიან თანაბარ ტემპერატურას იძლევა. ძალიან გამოსადეგი არის იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ რამდენიმე ნივთზე მუშაობ ერთდროულად. შეიძლება დიდი ხანი ქონდეს ჩადებული დანები და არ დაგეწვება. თქვა თუ კოქსის ღუმელში რო ჩატოვო, ან შეიძლება ძალიან სავალალო შედეგი მიიღო. აქ კიდე როგორც საცხობ ღუმელში ცოტა ეგეთი ეფექტია. ხურდება რკინა ან ფოლადი გარკვეულ ტემპერატურამდე და შემდეგ ინარჩუნებს იმ ტემპერატურას იმის იქით აღარ მიდის. გამოგვივიდა ესეთი არ ვიცი რა დავარქვა. Burners ეძახიან ინგლისურად. აი აქ არის კამერა, აი ამ ადგილას, სადაც ერთმანეთში ირევა ჰაერი და გაზი, გასაცხლი ეკიდება და ძლიერი და ინტენსიური ალია. ერთადერთი ამას დაჭირდება რამდენიმე დღე გაშრობა. სასურველია რამდენიმე კვირაც კი, თორე თუ ნესტი ექნება შიგნით, როდესაც გახურდება, სითხე იქცევა ორთულად და გახეთქავს ამას მთლიანად ეგრევე. შეიძლება ცოტა ხელოვნურადაც ხელი შეუწყოთ მაგის გაშრობას. სანამ ესე შრება ნელ-ნელა ჩვენი ბერნერი, რაც ქვია, იქამდე სხვა საქმეს მივყოთ ხელი. გეგმა ასეთია, აი ეს პირი არის დასამთავრებელი, გეომეტრია არის სწორედ ცოტა გასასწორებელი, განსაკუთრებით წვერის მხარეს. კუნძი არის დასაგრძელებელი, 120-იან და 80-იან ზუმფარაზე არის დასამთავრებელი ფერდების გამოყვანა. ჭედვის კვალი დარჩება, ფინიშამდე მივიყვანო და თუ მოვასწარი დღეს იქნება ხელის ფინიშიც დავიწყო მაინც თუ ვერ მოვასწრებ. აი ეგეთი გეგმაა და ვნახოთ რა სიზავს. One eternity later. რამდენიმე დღე გავიდა, თქვენთვის ერთი წამი, ჩემთვის რამდენიმე სამუშაო დღე და დაანა დამთავრებულია და დღეს ვიწყებ ქარქაშის გამოთლას. სხვადასხვა სატეხებით, ხელით, როგორც წესი და რიგია. სანამ სატეხით დავიწყებ ამოღებას, ანუ ეგრეთ წოდებული სტამესკით, იქამდე ძირითად ნაწილს რო ავაჩქარო ცოტა პროცესი, ამოვიღებ პურღით. პურღის შემდეგ ვერ ვიყრი რომ ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ძალიან წინ წაგდებული საქმე არის. ახლა უკვე გადავდივართ ხვეწებით, სატეხებით და ნელ-ნელა თითო მილიმეტრით ძალიან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ეს მთელი შიდა ნაწილი ისე რომ დანა როგორც თავის ყალიბში ისე ჩავიდეს შიგნით. სამი საათი მედიტაციური სამუშაოს შემდეგ დანა დააკვდა. აი, დავიჭიროთ ფოკუსი. ესე არის. ჩაჯდა თავის ბუდეში. ორი ვარიანტი არის ამის დასრულების, ამ ტიპის ქარქაშის. ერთი რომ უფრო სიღრმეში ამოჭრათ, ისე რომ ყუა უნდა ჩავიდეს ბოლომდე. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ფიცრის უკანა მხრიდან მოიჭრას თხელი ფირფიტა და ეს თხელი ფირფიტა აი ამ ადგილებში ჩაწებდეს ორ გრძელ ფირფიტად. ეს ჯერ ერთი რამდენიმე საათის სამუშაოს აგვარიდებს თავს და შესაბამისად რამდენიმე ათეული ლარით იქნება უფრო იაფი დანა. და მეორეც ერთი მაგითი ფიცარი უფრო მიიღებს გამძლეობას, იმიტომ რომ ხე დეფორმირებისკენ არის მიდრეკილი ნებისმიერი გამომშრალიც კი და როდესაც საპირისპირო მიმართულებით დაეწებება ფიცარი, კომპენსაცია მოხდება და ხე უფრო ნაკლებად იქნება მიდრეკილი გაღუნვისაკენ, გადრეკვისაკენ. აქ ერთ ლაიფჰაკს გაგიზიარებთ. არის ესეთი ძალიან მარტივად გაკეთებადი მოსაჭიმი თუ საჭერი. ინტერნეტში ვნახე და გამოცადა, მეც არაჩვეულებრივად მუშაობ. აი ამ მექანიზმის საშუალებით ერთი პატარა მოძრაობით იდეალურად არის დამაგრებული ჩვენი ხე. რაც უფრო მეც მუშაობ, მით უფრო მაგრად ეჭირება. და გამოღების შემთხვევაში წოდნოთ მივარტყავთ და ეგრევე ამოდის და იშლება. ძალიან პრაქტიკული რამეა და თუ გიწევთ სატეხებით მუშაობა, გირჩევთ სულ ყველას.
ესე გამოვიდა შეწებების პროცესში. თქვენ ეტყვით, რომ რა ამბავი სტრუქცინა და მე გეტყვით, რომ რაც მეტი მით უკეთესი. იმიტომ რომ წერბოს აქვს ისეთ თვისება, თუ რომელიმე წერტილში მჭიდროდ არ არის ძალიან მიდებული ხეზე, ის შეწებება მყარი არ იქნება. ესეთი манипуляციების შედეგად დაახლოებით 2 დღის თავზე ვიღეთ ესეთი ქარქაში. ნახევარზე ცოტა მეტი ჩაფლული არის ხის ბუდეში დანა. აი ჩანს ესე მაქსიმალურად მე მგონი კარგად. აი თუ ამოვიღებთ ბუდიდან აი დანის გარეშე აი ესე გამოიყურება. ეს ქარქაში თავსდება მთლიანად ტყავში. ჩემი მოგონელი აქ არაფერი არ არის. ეს არის ძალიან ტრადიციული ქარქაში. სვანეთში გავრცელებული სვანური დანისთვის, იმერეთში გავრცელებული დანისთვის, სამეგრელოში გავრცელებული დანისთვის. პრაქტიკულად განსხვავება მაგ ქარქაშებს შორის არ არის. მე რაც მინახავს, ყველა მეტნაკლებად ერთნაირი არის. აი ნიმუშისთვის მე გაჩვენებთ ერთ-ერთ ძველ დანას ქარქაში, როგორ გამოიყურება თქვენ ხედავთ. დანადროებით გვერდზე გადავდოთ. აი ეს ხე ყოველთვის შეიძლება ამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქარქაში ეს უკვე ძველი არის, დაწესებული არასოდეს არ ყოფილა, ეს ხე ამოდის შიგნიდან. თუ ნადირობაში, თევზაობაში, ტალახი ჩავიდა, კენჭები ჩავიდა, ძალიან ადვილი არის ტყავის ქარქაშიდან ამის ამოღება, ამ ხის ბუდის, იმისი გაწმენდა, იმიტომ რომ ნებისმიერი კენჭი, რომელიც აქ მოხდება, ხო, მაგრამ რო ჩაიპრესოს შიგნით, აბრაზივით იმუშავებს, დაკაწრავს პირს. ამ შემთხვევაში კბილის კირით ან ფუნჯით შეიძლება ადვილად ამოსუფთავება ნებისმიერი ჩანართის და დანა არ დაზიანდება. ასევე დასველების შემთხვევაში თუ მოხდა თქვათ ისე რომ დანა მთლიანად დასველდა, შეიძლება ადვილად ამოღება ამისი და ნაწილ გაშრობა. ერთი სიტყვით დანებს უფრო ხშირად აი ესეთი ქარქაში ქონდა ხოლმე გასაკეთებლად უფრო ადვილია და სახმარად უფრო გამოსაყენებელია იმ თვალსაზრისით რომ რაღაც გასუფთავება გაშრობა უფრო ბევრად უფრო მარტივი. რაც შეეხება იმ ქარქაშს რომელსაც ხე ორივე მხრიდან აქვს და მერე ტყავია გადაკრული. წინა ვიდეოში რო გაჩვენეთ ეგეთი ძალიან ლამაზია ჯერ ერთ-ერთიც და მეორე არის აუცილებელი ორივე მხრიდან კონდეს ხე თუ ჩვენ გვინდა ვერცხლის დეტალებით მოვრთოთ. ეგეთი პროექტი მე დაწყებული მაქვს, ძველათაც იყო ეგეთი ქარქაშები, ვერცხლით მორთული. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ვიდეოებში შევძლებთ რომ გაჩვენოთ როგორ მიდის ჩემი მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით ვერცხლიან ქარქაშზე. ჩემი ქარქაშების დამზადებისას მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს ძველ ქარქაშებთან. თქვენ ხედავთ რომ პრაქტიკულად კონსტრუქციულად არანაირი განსხვავება არ არის. ერთადერთი მე აი აქ ზგიდეები მაქვს. საქმე იმაშია რომ ეს ზგიდეები დამატებით სიმტკიცეს აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისედაც თხელი ხე არის და რო შემთხვევით რომ დაждდე ქარქაშზე ან ფეხი დააბიჯო, შეიძლება ბზარი აიკიდოს. აი თქვენ ხედავთ რომ აი აქ ძველ ქარქაშებს ძალიან ხშირად აქვთ ეს ბზარები ზუსტად იმის გამო რომ ძალიან თხელი იყო ხოლმე. ტარებსაც და ქარქაშსაც ვამუშავებ ხოლმე აი ესეთი ვატკოს ფირმის დანიშ ოილ ქვია მაგას ინგლისურ ამერიკული ბრენდი არის. ძალიან მოწონს როგორ მუშაობს, სიპრიალეს არ აძლევს, მაგრამ ჟღინთავს ძალიან ღრმად შედის, კარგად ჟღინთავს ხეს და დაცულობას აძლევს ნესტისგან და მტვრისგან. თავიდან აი უფრო ესეთი თხელი ზეთის კონსისტენციის არის და შემდეგ უკვე გაშრობა ხდება მაგისი და უკვე ხელს რომ მოკიდებ, პრაქტიკულად არაფერი არ ეთყობა, აი სუსუ ოდნავ აქვს ესეთი ზეთოვანი სტრუქტურა, რომელიც რამდენიმე კვირაში მერე ესეც მთლიანად გადის. ეს ქარქაში მთლიანად უნდა მოთავსდეს ტყავში, რომელიც ჯერ დამზადებული არ არის, ამას ახლა უკვე ჩემგან წავა იმ ადამიანთან, ვისაც ვანდობ ტყავის გაკეთებას. ვეძებდი იმას შემსრულებელს კი არა, ვინც აი დაკვეთა შემისრულებს. მე ვეძებდი ადამიანს, რომელიც რაღაც ამ პროექტის თანამონაწილე იქნება. და მე მგონი რა ვიცი ვიპოვო. ყავზეც ვიტყვი ორივე და სიტყვას. ყავები მე რაც მინახავს ეგეთ ქარქაშებზე არის ძალიან ბევრნაირი. დაწყებული ესეთი ძალიან თხელი ტყავით, ახლა ეს აქ ფოტო იმ ვიდეოში არ ჩანს. სიფრიფანა არის, თითქმის ქაღალდივით არის. მაგრამ ეგეთი თხელი ტყავი არ არის, მაინდა-მაინც პრაქტიკულია გამოღებისას, ჩადებისას, ახლა დანა როცა ძალიან ბასრია, შეიძლება ადვილად გაიჭრას. ძველ დანებზე მე მინახავს ძალიან სქელი ტყავისგან გაკეთებული ეგეთი ქარქაში, რომელსაც ვერ გაჭრედი დანით ადვილად. ბევრი ძებნის შემდეგ
აღმოვაჩინე აი ესეთი საკმაოდ სქელი ტყავი არის ეს ძალიან კარგად ფორმირდება იდეალურად ეკრის ზედაპირს ნუ ეს ცხადია თვითონ იმ ადამიანის დამსახურება ვინც ამას აკეთებს ეს არის ეგრეთ წოდებული ორგანული დამუშავების ტყავი ადვილად არ გაიჭრება დანის ჩადების და სამოღებისას გალესილი პირის ზედ რომ მოხდეს ისედაც დანა ჩადის და ამოდის ისე თავის ბუდეში რომ ტყავს საერთოდ არ ეხება აი ესე არ ამოტრიალდეს და ესე ამოღებისას არ გაიჭრას მაგაზე არის ლაპარაკი. ჩემი დიდი სურვილი იყო რომ ქარქაშს უკან ქონოდა ნაკერი. ან ხელით მინდოდა რომ ყოფილიყო გაკერილი. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ძველ დანებზე ესე იყო და მეორე კიდე იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ლამაზია რა. ხო და რა ვიცი მე მგონი შედეგს მივახციეთ აი მე ყოფილი ვარ ძალიან ამ ქარქაშით. ისევე როგორც ძველ დანებზე აი გადავდოთ ეს ცოტა ხანი გვერდზე. ერთი მარტივი მოძრაობით შეიძლება ამოვიღოთ ქარქაში, თუ არის გასასუფთავებელი და ისევე უპრობლემოდ უკანვე ჩავაბრუნოთ. ტყავს საკმაოდ უჭირავს, თავისით არ ვარდება, მაგრამ ამოღებისას ადვილად მოდის. აქვე მინდა ფასებზეც ვისაუბრო. ძალიან ბევრი კომენტარი იყო, რომ აი მომწერეს, რომ იმედია ფასით ყოდი. გასაგებია, რომ ადამიანს ძალიან ხშირად აღიზიანებს ხოლმე, როდესაც ფას არ ამბობენ და რაღაცნაირად ქვეცნობიერი შიში ჩნდება, რომ მე უფრო მეც გამომართმევს ჩემთან არაკეთილს ინდისიერი იქნება. განსაკუთრებით ემიგრანტებს აქვთ ხოლმე რა ეს შიში, რომ რახან ახლა ადამიანი არ არის საქართველოში, რაღაცა დაუფასებენ უფრო მეტ. აქაური ქართველისთვისაც, ემიგრანტისთვისაც, უცხოელისთვისაც, რა ვიცი, ერთი ფასი, რატო ვერ იდები ფასებზე ლაპარაკს გეტყვით. საქმე იმაშია, რომ თვითონ მასალები ძვირდება დღითი დღე. და რაც უფრო ყველაზე ცუდი არის თვითონ ცხოვრება ძვირდება დღითი დღე. შენ მაღაზიაში ერთი დღე შედიხარ და რაღაცა ხო ვიცით ხა ყველამ როგორც არის. ხო კვერცხი ღირს ლარი და მეორე დღე შედიხარ ღირს ლარი და 20 და ნუ მესამე დღე შედიხარ და ღირს 2 ლარი. შეუძლებელია ხო ეს ფასი რო არ აისახოს. შესაბამისად დღეს რო ეს ფასი ფიქსირდება შეიძლება გავიდეს 1 წელი, შეიძლება 1 თვე გავიდეს და საერთოდ სხვა ფასი კონდეს უკვე. ვიდეოს რომელსაც მე გადავიღებ ის რჩება რა ინტერნეტ სივრცეში პოსტი რომელსაც მე დავდებ რჩება ინტერნეტ სივრცეში წლების განმავლობაში და ეხლა ადამიანი არ უყურებს იმას როდის არის დადებული ეხლა იმას უკვე აქვს რაღაცა ფიქსირებული ფასი მე წერს შენ და შენ მე ეუბნები სულ სხვა ფასს რა იძულებული ხარ უთხრა და მე არის ძალიან უხერხული მომენტი იმიტომ რომ ადამიანი უკვე განწყობილი არის რაღაცა თანხაზე შენ უცებ რაღაცა ეუბნები 20-30%-ით მეც და ეგ კიდე უხერხულობას იწვევს. მე დავაფიქსირებ ფასს დღევანდელი დღისთვის, რა შედის ამ დანაში. ჩემს მიერ გაჭედილი და თერმოდამუშავებული პირი დეორის გერმანული ანალოგიდან, კაკლის ტარი დამუშავებული დანიშოვილით, თითბრის ვადა, თითბრის დაბოლოება, ხის ქარქაში და გადაკრული ტყავი, ყავისფერი ხის შემთხვევაში. ასეთი დანის ფასი დღევანდელ ფასს გეუბნებით, ეს არის 720 ლარი პლუს 30 ლარი გალესვის. ეს არის ფასი, რომელიც არის 2025 წლის ნოემბრისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ფასები აღარ მოიმატებს არაფერზე და ჩვენც გაძვირება აღარ მომიწევს. რაც შეეხება რაოდენობას, ესეთი დანის დამზადება მე შემიძლია თვეში დაახლოებით 2 წლის. დაახლოებით 11 სამუშაო დღე მჭირდება მე დანის გასაკეთებლად და 1 დღე ჭირდება მე ქარქაშის. შესაბამისად, აი თვეში 2 წელს ვაკეთებ, ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც თავი გადავდო და 3 წელი გავაკეთო, მაგრამ როგორც წესი არასოდეს არ გამომდის ხოლმე 3 წელი. არ ვიცი, ვიღაცისთვის 12 დღე ცოტა არის, ვიღაცისთვის ბევრი არის, ვიღაცა იტყვის რომ არა, თუნდა ამას 12 დღე. ზუსტად მაგ გაწერილი რა დღეს რას ვაკეთებ და ვცდილობ ყოველ დღე ეს სამუშაო შევასრულო, 7 საათი ვმუშაობ ხოლმე საშუალოდ დღეში. მე ეს რომ ჭირდება, სხვა საქმეში ვერ ჩავერევი, ვერაფერს ვერ. მომავალ შეხვედრამდე და იმედია შევხვდებით დეკემბრის დასაწყისში ისევ. მიყურეთ, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში და რა ვიცი, გიყვარდეთ ქართული დანა.